აი სწორედ რუსეთმა გოგა მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ პირველად აი საგანგებოდ მინდა უთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს რომ პირველად ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მოყრულად მოსულმა ქვეყანამ, მოყრულად მოსულმა ერთმორწმუნე ქვეყანამ სრულად გაგვიუქმა სახელმწიფოები, რომლის მსგავსი მანამდე არ მომხდარა. საქართველოს 1 მილიმეტრ გოჯ მიწაზე აღარ დაგვრჩა სახელმწიფოებრიობა. ეგეთი რამე არ ყოფილა ჩვენი თუ ავიღოთ თუნდაც იყო დაუშვათ ვიღაცა პრობდა ირანის ასანიანთან რაღაც მონაკვეთ მეორე გაქონდა, ბიზანტიამ დაიპყრო რაღაც მონაკვეთი ქონდა. აი ისე რომ 1 მილიმეტრ მიწაზე არ დაგვრჩენოდა სახელმწიფოებს, ხოლო რუსეთმა გააკეთა მე-19 საუკუნეში, როდესაც ეს ჩვენი ქართული სამეფო სამთავრო ერთმანეთს მიყოლებით ყველა გააუქმა. პლუს ავტოკეფალიათ, რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს კულტურული ექსპანსია ენის ენა, რომელიც აბსოლუტურად გაგვიუქმდა და არ შეიძლებოდა სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ ქართულ ენაზე გვესაუბრა მშობლიო და უნდა გადავსულიყავთ რუსულად. წირვალოცვა გადავიდა რუსულად. ეკლესია მართალია ჩვენ და რუსები მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ რუსული მართლმადიდებლობა ეს სხვა ცნება, ჩვენი აბსოლუტურად დაწყებული ასე ვთქვათ, გალობიდან ხო და იგივე ეკლესიის იერსახე, ფრესკები, ესენი სრულიად განსხვავებულია. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსული გვარების დაბოლოებაც კი რუსული შემოვიდა. ოვზე და იევზე უნდა დამთავრებულიყო, ხო დავუშვათ სიტყვაზე ილია ჭავჭავაძე, იყო ჩავჩავაძე, ან ივან ჯავახიშვილი ჯავახო. ეხლა გაარკვიოს სულ ამბობ ხოლმე, აი რომელიმე შოტლანდიელმა, ნორვეგიელმა რა განსხვავება ივანოვსა და ჯავახოს შორის. ვერ გაიგებს. აი ამ დონეზე ცდილობდა ყოფილი მოკავშირე ერთმორწმუნე ჩვენი განმათავისუფლებელი წყალებში ირანისა და ოსმალეთის ბატონობისგან რუსეთი რომ მომხდარიყო როგორც მიეწერება ეკატერინე მეორის ის ცნობილი ფრაზა რომ ქართულ სხეულში უნდა ჩასახლებულიყო რუსული სული და ამ ფრაზას აი ამ ასე ვთქვათ ეს იყო მათი мотиваცია ჩვენთან მიმართებაში მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში ანუ მომხდარიყო რუსიფიკაცია ანუ ტერიტორია ძალიანაც ჭირდებოდა რუსეთს მიუხედავად რომ ყველანაირად ცდილობდა შეენიღბა ის აქ რომ თითქოს ასე ვთქვათ არაფერი აინტერესებდა მხოლოდ ერთმორწმუნეთა დაცვა და ამ შემდეგ მაგრამ როგორ არ აინტერესებდა გავიხსენოთ რომ რუსეთის გეოპოლიტიკური მისწრაფება ამ რეგიონში იყო ის რომ ძველი აბრეშუმის გზა აღმდგარიყო მისი კონტროლის ქვეშ სახმელეთო გზა და მთელი ეს დოვლათი მიეღო და ანუ ინდოეთ-ჩინეთიდან წამოსული ინდოეთზედაც ჰქონდა მას პრეტენზია დამთავრებული სრუტეები და ბოსფორი და დარდანელი, ანუ სადაც ოსმალეთი იყო, რომელიც იმ დროს უკვე დასუსტებული იყო, აი ამის კონტროლი მთლიანად და ამ კონტროლში როგორც მარგალიტი იყო ისე ჩასმული კავკასიონის ყელი და გადმოსასვლელი, რომელიდანაც ჩვენ რომელსაც ამდენი საუკუნე ვიცავდით იგივე კავკასიონის და ფაქტობრივად დარიალის ხეობას შემოუშვით თვითონ რუსები. თუ შეიძლება ერთ ნიშანდობლებს დავამატებ რომ რუსული ექსპანსია აბსოლუტურად განსხვავდებოდა და განსხვავდება კიდეც ტრადიციული რაც ჩვენ განგვიცდია ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლებისგან. რუსული ექსპანსია პირდაპირ ღია ფიზიკურ განადგურებას არასდროს ითვალისწინებს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მქონდა აჯანყებები და სისხლში ჩახშობილი აჯანყებები, ოღონდ ეს ყოველთვის იწყებოდა ჩვენი მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვით და შემდეგ მეფის რუსეთი ახდენდა ამაზე რეაგირებას. სხვა მხრივ კი მისი ექსპანსია და ის მოკლედ ითვალისწინებდა და ითვალისწინებს პირველ რიგში ადგილობრივი კულტურის განადგურებას, ადგილობრივი იდენტობის ცვლილებას და რა თქმა უნდა ეს განადგურების ტოლფასია. მისი ზემოქმედება ყოველთვის იყო და ახლაც დაფუძნებული არის შიგნით შეაღწიო ერის და საზოგადოების ორგანიზმში და იქ გაუშვა ძალიან ბევრი პატარა შხამი, რომელიც უნდა გაიზარდოს და შიგნიდან დაარღვიოს ის და შიგნიდან მოახდინოს მისი დესტრუქცია. არა განადგურება, არა ფიზიკური განადგურება, რუსები როგორც აღნიშნავდნენ მაშინ თუ იმ თავითვე ქართველები ჩვენ გვიყვარს, მაგრამ გვიყვარს ჩვენ ასეთი ქართველები, მორჩილები, ჩვენ სიტყვას რომ ისმენენ. ნუ ახლა აქ სხვა სიტყვებით აღინიშნება ხაჭაპური, ხინკალი ამ შემდეგ. ეს პოლიტიკა უცვლელია და მეტიც სანამ ჩვენ გამოგვაცხადებდა და ჩამოგვართვდა სახელმწიფოებრიობას, წინარე პერიოდში ყველა ის მეცნიერი, ის მოგზაური, ის სასულიერო პირი, რომელიც ეწეოდა საქართველოს, მათი, რა თქმა უნდა, რაღაც мотиваცია ამოძრავებდათ პროფესიული, თქვა თუნდაც, მაგრამ ერთ-ერთი მათი უნიშნელოვანი დავალება იყო და ისინი პირნათლად ასრულებდნენ ამას,
სწავლობდნენ, აკეთებდნენ დეტალურ რეპორტებს, ეს რეპორტები ინახება, სხვა შორის ხელმისაწვდომი აქაც ჩვენთანაც არის, თუ როგორ გვსწავლობენ. ჩვენ ესე არ შეგვისწავლია ჩვენ თავი არასდროს. როგორც რუსეთი გვსწავლობდა პირველივე შესაძლებლობიდანვე. ყველაზე კარგად თუინმე გვიცნობს არის მაგის მეტი რა ვიცი გოგა ჩემი ერთ-ერთი ისა აქვე მე ჩვენ ისტორიკოსები ჩემი ერთ-ერთი სფერო კვლევის არის საქართველოს რუსეთის ურთიერთობები ანუ მაგის სპეციალისტი რუსეთის არქივებში მაქვს დისერტაციაც მაგაზე მაქვს დაცული და წლები მუშაობდი რუსეთის არქივებში და ეს უამრავი დედანი მათ შორის არაერთი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ბევრი მე თვითონ მოვიკვლიე და მოვიძიე და გამოვაქვეყნე აი ზუსტად ეგ არის ეს დაწვრილებითი დეტალური აღწერები სხვადასხვა ელჩობა რო ჩამოვიდა სულ დეტალურად ვსწავლობდნენ და იციან ჩვენი ეთნოფსიქოლოგი რაზე წამოგვაგონ რაზე გვაქვს ასე ვთქვათ აი როგორც ნემს დააჭერდა ინსტინქტური იქიდან რომ ემოციური ხალხი რომ ვართ რომ ჩვენ გვაქვს გართულება რაღაცა ძალიან სენსიტიურ მომენტებზე როდესაც ეხება გვიყვარს არტისტულები ვართ როდესაც დავუშვათ თუ შეეხები ჩვენთან მიმართებაში ქალი, ბავშვი და რაღაც ძალიან საკრალურია, თუ შეეხები ასევე ადამიანის აიგივე სექსუალურ ცხოვრებას, რაღაც ესეც ძალიან სენსიტიური არის ჩვენთვის და რაღაც მომენტებია, რომლებმაც ისინი ძალიან კარგად იციან და საიდანაც ყოველთვის აქცენტს აკეთებდნენ და ეს მართალი ხარ აბსოლუტურად დიდი ხნის წინ შეგვისწავლის ძალიან დიდი ხნის წინ საიდან მეტია ამას სწავლობენ და ეხლა აი მე-19 საუკუნეში ვართ ხო დაპყრობილები ვართ უმძიმეს მდგომარეობაში ფიზიკურად და გასასვლელი პრაქტიკულად რუსეთის იქით აღარ გვაქვს რუსეთმა გვიხსნა ოსმალეთისა და ირანის ბატონობისგან და დაგვტოვა ერთი თავისი ანუ არჩევანიც კი აღარ აქვს. კაი, ტყვეთას ყიდვა აღარ არის, ფიზიკურად ცოტა მოვიმატეთ რაოდენობრივად, დემოგრაფიულად, მაგრამ არანაირი გასასვლელი აღარ აქვს. და აი ასეთ მომენტში სწავლა-განათლებაზე ლაპარაკიც არ არის, იმიტომ რომ უნივერსიტეტის დაარსება რამდენჯერაც რუსეთის ცდელობა იყო ჩვენთან რაღაცა სასწავლებლის ამაზე სულ უარი იყო და მხოლოდ ერთადერთი რაღაცა გიმნაზია, რუსული გიმნაზიები და სამხედრო სასწავლებლები, როგორც ამას გვეუბნებიან, თქვენ ხართ ჯიგიტები, მეომარი ხალხი და ფაქტობრივად საზარბაზნე ხორცს დიდდნენ, გამოვდექით კიდეც და რეალურად გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ელიტაში თანდათან შევიდეთ იმ კუთხით, რომ აი სამხედრო კუთხით. და სხვა მხრივ აბსოლუტურად არანაირი. და არ დაგვავიდეს რომ არაერთი აჯანყება ჰქონდა ჩვენ მე-19 საუკუნეში რომ განგვედევნა ისინი რუსები მაგრამ ყველა მარცხით დასულდა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა 1832 წლის შეთქმულება რომელიც აი ჩანასახი არის ერთგვარი ასევე პირველი აი სამოქალაქო კუთხითაც რო შევხედოთ ამ თვალსაზრისით ძალიან ნიშანდობლივია სოლომონ დოდაშვილის პიროვნებაც და მისი მოღვაწეობის მასშტაბებიც, ანუ ის იყო დიდი განმანათლებელი ჩვენი. იდეები, საოცრად თამამს ვერ დავარქვე, უფრო მას წამდა თავისი იდეებისა და მას შეეროდა, რომ ეს სოციუმი თუნდაც დამონებული, თუნდაც რუსიფიკაციის ქვეშ მყოფი შეძლებდა გამოეხსნა თავი ამ გზით ზუსტად ევროპული მაგალითი იქნებოდა ქართველისთვის мотивация რომ მეც მოქალაქე ვარ მე შემიძლია გავხდე მოქალაქე და ძალიან სწორი ქონა ეს ყველაფერი სამწუხაროდ როგორც განვითარდა ესე განვითარდა მაგრამ მოდი თქვათ რომ ეს შუალედურად აი ჩვენ აღვნიშნეთ ერეკლეს პერიოდში ის გაკვირით ნახსენების სამოქალაქო იდეების პირველი ჩანასახი ეს იყო შემდეგი მაგრამ ამანაც პირდაპირ განვითარება ვერ მაგრამ აი ამის ამის იდეური მემკვიდრეები არიან ჩვენი თეგდალეულები რომლებმაც უკვე აი აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე გაიყვანეს სწორედ აი ჩვენთან სამოქალაქო თვითშეგნების მომენტი მაგრამ საგანგებოდ მინდოდა სწორედ მე თქვა რომ აი ესე იგი თეგდალეულები царიერ ნიადაგზე არა სოლომონ დოდაშვილის და სხვების აი ამ წინაპრების ნიადაგზე ამოიზარდნენ რა თქმა უნდა